მოგესალმებით, ვაგრძელებთ თოფურიას ალგებრის ნაწილიდან ამოცანების განხილვას და ახლა განვიხილავთ ერთ-ერთ ამოცანას პროპორციაზე. ხშირად არის ხოლმე კითხვები მოსწავლეებისგან, თუ რაში გამოიყენებენ ზოგიერთ საგანს, მაგალითად მათემატიკაში ზოგიერთ საკითხის ცოდნას ან ფიზიკაში. და აი ეს კონკრეტული ამოცანა მაგალითად ძალიან საჭიროა ყოველდღიურობაში. მაგალითად სამზარეულოში, როდესაც რაიმეს ვამზადებთ პროპორციულ ნაწილებად დაყოფა რომ ვიცოდეთ, ან ნებისმიერ შემთხვევაშიც, სადაც ნარევებთან გვაქვს საქმე, ან თქვათ სარემონტო სამუშაოებში, სხვა და სხვა, ანუ შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაგჭირდეს ასეთი პროპორციულ ნაწილებად დაყოფა. ეხლა განვიხილოთ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, ზოგადად პროპორცია რას ნიშნავს. პროპორცია განიმარტება ასე, რომ სწორ ტოლობას პროპორცია ეწოდება. ანუ პროპორცია არის ტოლობა ჩვეულებრივი, ანუ მაგალითი, რომელიც შედგება ორი მხარისგან, მარცხენა მარჯვენა მხარისგან და ერთმანეთისგან გამოყოფილია ტოლობის ნიშნით. ანუ რასაც უდრის მარცხენა მხარე, იგივეს უდრის მარჯვენა მხარე. ასევე პროპორციაზე უნდა ვიცოდეთ წესი, რომ პროპორციის შუა წევრების ნამრავლი არის მისი კიდურა წევრების ნამრავლის ტოლი. მოდი ახლა განვიხილოთ ერთი პროპორცია. მაგალითად 1 ისე შეეფარდება 2-ს, როგორც 2 შეეფარდება 4-ს. ან პრინციპში მოდი 3-6 დავწეროთ. ხო? ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მარცხენა მხარეს რაც მიიღება, იგივე უნდა იყოს აუცილებლად მარჯვენა მხარეს, რომ 1/2 ხომ არის მარცხენა მხარეს. 1/2 მართლაც არის 3/6, ხო? 3/6 რო შევკვეცოთ 1/2 გამოდის. უნდა იყოს აუცილებლად სწორი ტოლობა. ახლა ნახეთ, 2 და 3 არის შუა წევრები. შუა წევრები, ხოლო 1 და 6 კიდურა წევრები. აბა მოდი შევრებით. დიახ. ანუ ნახეთ, გადავამოწმოთ. არის თუ არა სწორი? არის თუ არა შუა წევრების ნამრავლი, კიდურა წევრების ნამრავლის ტოლი. 2 რო გავამრავლოთ 3-ზე, არის თუ არა 6-ის ტოლი. რა თქმა უნდა, ასე არის. ეს ტოლობა სამართლიანია ნებისმიერი პროპორციისათვის და პროპორციულ ნაწილებად დაყოფა კიდე ცოტა სხვა საკითხია. აი მაგალითად, აი ჩვენ რა ნაწილებს გვაქვს 1-2-თან პროპორციით, ხო? შეიძლება მაგალითად რაიმე საჭმლის მომზადებისას გამოვიყენოთ ესეთი პროპორცია, დავუშვათ წყლისა და შაქრის რაოდენობა. შაქარი თუ არის 1 წილი, წყალი უნდა იყოს 2-ჯერ მეტი კამპოტებისთვის ან რაღაცა ესეთის მომზადების დროს. შესაბამისად, თუ ავიღებთ 3 ნაწილს წყლისას, შაქრისას, წყალი უნდა ავიღოთ მასზე 2-ჯერ მეტი, ანუ 6 ნაწილი, ხომ? ანუ ეს პროპორციულ ნაწილებად დაყოფა აუცილებელია რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ მართლა ყოველდღიურად გვჭირდება და თვითონ პროპორციის უცნობი წევრის პოვნა და განტოლების ამოხსნა კი გვჭირდება, მაგალითად, როდესაც შეიძლება ასე ტოლობის სახით არ ვწერთ ხოლმე, მაგრამ იგივე საქმიანობის პროცესში დავშედე იცი რა პროპორციულ ნაწილებად უნდა აიღო, იცი დავუშვათ რამდენი გაქვს 1 ნივთიერება და უკვე მეორე ნივთიერების რაოდენობის დადგენა რომ გიწევს. აი ახლა მაგალითად განვიხილოთ ერთი კონკრეტული, აი ეს 1/19 პირველი შემთხვევა და ამოვხსნათ ვიპოვოთ უცნობი x წევრი. თუ პროპორცია არის სწორი ტოლობა, x-ი რომ ვიპოვოთ, ანუ რა გამოდის? გამოვიყენოთ ის წესი, რომ კიდურა წევრების ნამრავლი არის შუა წევრების ნამრავლის ტოლი. ანუ x-ჯერ 5, იგივე 5x-ი უნდა იყოს 12-ჯერ 10-ის ტოლი. ანუ გამოვიდა რომ 5x-ი 120-ია და x-ი უდრის 120 გავყოთ 5-ზე. აბა ვნახოთ რა გამოგვივა x-ი. 120 რომ 5-ზე გავყოთ, 12-ში 5 მოთავსდება 2-ჯერ, 2-იანაში 20-ში მოთავსდება 4-ჯერ. ზოგადად 5-ზე გაყოფა ნიშნავს 2-ზე გამრავლებას და 0-ის მოშორებას. სხვა დროისთვის შეიძლება ესეც ზეპირად რომ გააკეთოთ ხოლმე, მოგეთ 24 მივიღეთ. ახლა გადავამოწოთ ტოლობა. 24 ისე შეეფარდება 12-ს, როგორც 10 5 არის თუ არა სწორი. კი ბატონო, ანუ 2-ჯერ მეტი არის პირველი წევრი, ვიდრე მეორე წევრი, ორივე შემთხვევაში ასე არის. მოდი მე-4-ს გავაკეთებ და დანარჩენები ვცადეთ თქვენით.
და თუ რამე პრობლემას წააწყდებით, მერე დაწერეთ კომენტარებში. ანუ ბოლო მაგალითში x ისე შეეფარდება 2.2-ს, როგორც 6.3/4 შეეფარდება 1.8-ს. ანუ 1.8 x უდრის შუა წევრების ნამრავლს, ხომ? 2.2 გამრავლებული 6.3/4-ზე. 3/4. ეხლა ვნახოთ. მოდი ჯერ შევასრულოთ გამრავლება. ისე ეს შეგვიძლია რომ სხვანაირადაც გავაკეთოთ, მაგალითად x უდრის და მერე ხომ მაინც გაყოფა უნდა შევასრულოთ. მაგრამ მოდი არ დაგაბნევთ და ესე დავწერ ისევ 1.8 x უდრის და ეს წილადები გადავიყვანოთ არაწესიერ წილადებში. ანუ 2 გავამრავლოთ 6-ზე და მივუმატოთ 2, მივიღებთ 8/3, ხოლო 6 გავამრავლოთ 4-ზე და მივუმატოთ 3, 24-ს მივუმატოთ 3 არის 27/4. შეიკვეცება 8 და 4 მივიღებთ 2-ს. მოდი აქვე ესე დავწერ. და რა თქმა უნდა 3 და 27-იც იკვეცება და 27 რომ 3-ზე გავყოთ არის 9. რა გამოვიდა რომ 1.8 x უდრის 2-ჯერ 9-ს, ანუ 18-ს. ანუ 1.8 რაზე უნდა გავამრავლოთ, რომ 18 მივიღოთ? რა თქმა უნდა 10-ზე. x გამოვიდა 10. ახლა დაახლოებით მაინც უნდა გადაამოწმოთ ხოლმე 10 დაახლოებით რამდენჯერაც მეტია 2/3-ზე, იმდენჯერ მეტი უნდა იყოს დაახლოებით 6.3/4 1.8-ზე. ანუ თქვენ რო რაღაც პირიქით მიიღოთ, ან დავუშვათ აქ გადანაცვლება რო გამოგრჩეთ, ან რაიმე მოქმედება, აბსურდულ პასუხს მიიღებთ და ამიტომ გაჩვევთ გადამოწმების ასეთ გზას. სულ ეს იყო. მეორეს და მესამეს იმედია გააკეთებთ დამოუკიდებლად და პასუხები დააკომენტარეთ. მადლობა ყურადღებისთვის.